ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ტყეებში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ენერგეტიკის მინისტრს დააკისრებს. ცენტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, 4 წელზე მეტია საქართველოს ტყეებში ხანძარ-საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც პასუხად მიიღო, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტყის ფონდის მონიტორინგი გამკაცრდა, თუმცა მჟავანაძის განცხადებით, სხვა დეტალებზე წერილში საუბარი არ იყო. Adamın ეს არის მოჭრა იმ ავარიული ხეებისა მონიტორინგი, რეინჯერების სიცხის კარგად მოგეცემებას არის ძალიან ფაქტურად სასაცილო. თითოეულ ხანძრის გაჩენაზე და მისთან დაკავშირებულ პრობლემის შექმნაზე პასუხს აგებს ენერგეტიკის მინისტრი. ვინაიდან მას კანონით დაეკისრა ესეთი საქმიანობის განხორციელება, ხანგრძლივი პროფილაქტიკურ ღონისძიებების განხორციელება, ეს არ შეასრულა. ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა მის მხრიდან ჩადენი, ვინაიდან ქმედება, რომელიც უნდა ჩაედინა და არ ჩაედინა, ანუ 352 მუხური, ეს არის სამსახურეობრივი გულგრილობა და მოუწოდებთ ჩვენ მინისტრს, აი ამ დარჩენილ პერიოდში მაინც რაღაც სამუშაოები ჩატარდეს, რათა ხანძრების ლოკალიზება მოხდეს შემდგომში.